კვლავ შეფასებების თემა ევთოოდირის განცხადება საქართველოში მიღებული ახალი კანონმდებლობის შესახებ საუბარია გრანტებთან დაკავშირებულ კანონზე, რომელიც ევთოოდირის შეფასებით ზღუდავს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას. Როგორც ევთოს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაშია ნათქვამი, ოდირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 4 მარტს მიღებული ახალი კანონმდებლობის საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რომელებიც შეზღუდვებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და უცხოური დაფინანსების სხვა მიმღებებს, უკრძალავს მათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებასა და საჯარო თანამდებობების დაკავებას. ორგანიზაციის შეფასებით ახალ კანონმდებლობას უარყოფითი გავლენა ექნება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე და მკვეთრად შეზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. ცნობისთვის ახალი რედაქციით გრანტად მიიჩნევა უცხოეთიდან ნებისმიერი პირისთვის გადაცემული ფინანსები, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თუ პირი გრანტს კანონის გვერდის ავლით მიიღებს, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამას 8 წლით აეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა ყველას, ვინც უმეტესწილად უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობს. ეს არის მკაფიო სიგნალი და ნაბიჯი მათი მხრიდან, რომ უკანდახევას არაპირებენ, ძალადობა, ტერორი, მათი პოლიტიკაა, გულისხმობ ქართულ ოცნებას და კი აი ამას აფასებს ევთო. დასავლეთ სამყარო იმითი გამოირჩევა, რომ კანონის უზენაესობა სასამართლო არსებობს და შეგიძლია თავი დაიცვა და საქართველოში ქმნიან რეპრესიულ კანონმდებლობას და თავის გასამართლებელი სივრცე უბრალოდ არ არსებობს. ფსევდოლიბერალებისგან და მათი მხარდამჭერი ზოგიერთი ორგანიზაციისგან არ არის გასაკვირი ის, რომ საქართველოს მორჩილებისათვის ყველა ინსტრუმენტი არის გამოყენებული, მაგრამ საბედნიეროდ შედეგზე ვერ გადიან. ისე რომ საქართველო და მისი ხელისუფლება, როგორც საკანონმდებლო, ისევე აღმასრულებელი არის ორიენტირებული იყოს გამჭვირვალე პროცესები ქვეყანაში, თუ კი ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს ღია დისკუსიისათვის, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად, მაგრამ ამ ღია დისკუსიაში არავინ არ შემოდის, მხოლოდ და მხოლოდ განცხადებები, რეზოლუციები უსაფუძვლო, რასაც შიგნიდანაც რადიკალებისგან ხელი ეწყობა. ხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პოლიტიკური პარტია იქნება თუ ის ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას მტრობს, აბსოლუტურად ყველა ნებისმიერი გრანტი იქნება თუ შემოსული თანხა უნდა იყოს დეკლარირებული. ეს კანონი არის თავიდან ბოლომდე მოგემორგებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს, აქედან გამომდინარე ამ ეს კანონი მიიღო საქართველოს პარლამენტმა და ბოლო პერიოდში რაც კი მიგვიღია, ალბათ ყველაზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება იყო ეს. ეს კანონი და გამკაცრებული ვარიანტიც ემსახურება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას და მხოლოდ იმას, რომ უცხოურმა ფულმა ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, ვინაიდან უცხოურ ფულს მოყვება უცხოური ინტერესი და უცხოური ინტერესის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს.